მოგესალმებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე შორენა ჭიაურელი ვარ და მომდევნო თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნები თქვენთან. Ჩვენ ვისაუბრებთ მეტად საინტერესო საკითხზე, საინტერესო იქნება ამავდროულად ჩვენი ტელემაყურებლის და რადიომსმენელის პოზიცია, რომელიც შემოგვიერთდება როგორც ტელევიზიის საშუალებით, ასევე რადიო სიხშირე FM 105 და 1, გვირეკავთ 0322 388 105-ზე და იღებთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობას. კითხვის არსი კი მდგომარეობს შემდეგში, ფაქტობრივად ჩვენ მიმოვიხილავთ საკითხს, რომელიც ეხება საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი დეპუტატების, თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და ასე რომ ვთქვათ, აი ამ კონკრეტული პირების თვიურ ანაზღაურებას და შემდგომ ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ საპენსიო და სახელმწიფო შემწეობასთან დაკავშირებითაც თუ ვის რამდენი ლარით გაიზრდება პენსია 2025 წლის, ანუ 1 იანვრიდან, ფაქტობრივად ეს იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა, თუმცა აქ ერთ-ერთი საკითხია ძალზედ მნიშვნელოვანი. იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 152%-ით იზრდება და საშუალოდ 11,000 ლარიდან 14,000 ფარგლებში იქნება. პენსიონერთა შემწეობა კი 11%-ით, ანუ 35 ლარით მოიმატებს. თქვენ იცით, რომ რეგიონების მიხედვით და ასაკის შესაბამისად განისაზღვრება სახელმწიფო შემწეობა, საპენსიოს გულისხმობ ბუნებრივია პენსიონერებში და საინტერესოა როგორ აფასებთ თქვენ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას სოციალური პრობლემების მიმართ. ასე რომ გვირეკავთ 0322 388 105-ზე და ვისმენთ თქვენს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, გასაგებად რომ მოგაწოდოთ, მე გეტყვით რომ პარლამენტარების ხელფასები 2025 წელს ასე გამოიყურება. პირობითად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება 14,600 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 13,422, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 13,140, კომიტეტის თავმჯდომარეს 12,556, ფრაქციის თავმჯდომარეს 12,410 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 12,118 ლარი, ფაქტობრივად საკმაოდ მრავალათასიანი, ასე ვთქვათ, ხელფასი, რომელიც ჩაერიცხებათ თვის ბოლოს აი ამ კონკრეტულ პირებს, რიგით დეპუტატებს, რაც შეეხებათ 11,680 ლარი არის განსაზღვრული. ხელფასი მითითებულია ლარში, კი ბატონო, მათი ხელფასის შესაძლოა მეტიც 2026 წელს გაიზარდოს, რადგან მომავალი წლიდან დეპუტატების ანაზღაურება სპეციალური ფორმულით გამოითვლება საბაზო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული კოეფიციენტზე. საბაზო თანამდებობრივი სარგო ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტით განისაზღვრება და ეს ცვალებადი რიცხვია. ასე რომ ამით არ სრულდება არაფერი, 2026 წელსაც შესაძლოა აი ამ პირებს, დეპუტატებს ხელფასი კვლავ გაიზარდოთ, მაგრამ ამასობაში რა ხდება ჩვენს ქვეყანაში სოციალური თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთ-ერთი ცალკე და ძალზედ მტკივნეული საკითხია. მოდით შევაფასოთ პირდაპირ ეთერში, რას ფიქრობთ თქვენ, როგორია თქვენი დამოკიდებულება, როგორ შეაფასებთ ამგვარ გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი პოზიცია. გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ. გისმენთ ყურადღებით. საკანონმდებლო მაცნედან ვიგებთ ამ ინფორმაციას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. კი ბატონო, შეაფასეთ თუ შეიძლება ეს ინიციატივა თუ ასე ვთქვათ უკვე დაკანონებული ესე რომ ვთქვათ. პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება ნუ დააყოვნებთ რა, დაიწყეთ საუბარი. არა ნამელანი ღელავა ხამარა ამ როდავრეკი ამ ნომრებზე არ უპასუხობს არევინ. თუ შეიძლება შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ საკითხზე, როგორია თქვენი შეფასება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 152%-ით იზრდება და საშუალოდ 11,000 ლარიდან 14,000 ლარის ფარგლებში იქნება, პენსიონერთა შემწეობა კი 11%-ით, ანუ 35 ლარით მოიმატებს. მაყურებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში, გამარჯობა. ალო. გამარჯობა. შეიძლება? შეიძლება, ისაუბრეთ. დღემშვიდობისა. დიახ.
ეხლა რა შეიცით საქმე ეხლა პარლამენტარები 150 ადამიანიან ეს გასაგებია მაგათ განუსაზღვრელი სამუშაო დღე აქვთ ეს არაფერი მაგრამ პენსიები ეს მართლა სასაცილოა სასაცილო კი არა არ ვიცი მაგრამ ხომ არსებობს აი მაგალითად ივანიშვილის ფონდი ხომ არსებობს ხომ შეიძლება იქედან რაღაცა ნაწილი ჩვენც მოგცენ ხო აძლევენ ყველას ზოგჯერ უსამართლოდაც აძლევენ ისეთ ის უმადურ ხალხს და მოგცენ ჩვენ და მადლობას ვეთყვით მე მგონი ეს ძალიან უნდა იყოს ყურად მთავრობა მოგცენ ივანიშვილის ფონდი ხომ არსებობს ხომ უხდიან ხელფასემ ხელოვნების ხალხს ნუ რიგ ადამიანებს მოგცენ ჩვენ იქიდან რაღაც 10% მაინც მანდაკლიმატონ დიდ მადლობას ვეთყვი და ღებგელობას უსურვეთ ბატონ ივანიშვილს როგორ თქვენ არ ვიცით როგორ მიიღებთ ამ აზრს საინტერესოა მადლობა თქვენც ზარისთვის მე ალბათ ჩემი პირადი პოზიციისგან თავს შევიკავებ ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც კი თქვენ თქვით რომ 150 დეპუტატი თუმცა ის რიცხვი რაზეც ჩვენ საუბრობთ თითქმის 14000 ლარამდე მათი თვიური ხელფასი აი რეალურად რას აკეთებენ მაშინ აი ამ მიმართულებით შეგვიძლია წავიდეთ დეპუტატები ხო რეგიონების მიმართულებით მივყვეთ რა ხდება რა მოცემულობა რამდენად არის ესე ვთქვათ ის პრობლემები აღმოფხრილი რაზეც არაერთი მოქალაქე მიუთითებს და ასე შემდეგ მოდით მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის აზრიც და შემდგომ ქრონოლოგიურად მივყვეთ თუ შეიძლება გამარჯობათ მოდით დაუწიოთ ტელევიზორს თუ შეიძლება მოგესალმებით შვიდობიანი დღე მოგეცა აი ტელემოწვანი მეთვა ჯამრთელად იყავი თელი საქართველო იყოს ჯამრთელად მაგრამ შორენა ბებია შვილო რაფერ მაინტერესებს მაგათ დედებს თუ ყოფნის 400 ლარი პენსია მაგათ რომ ამ ხელფასები აქვს მე მაგალითად მეუღლე მყავს გული თავატყოფი 6000 ლარის წამალი მჭირდება თვეში. მე მიკვირს ისე იგი მაგათი დედები რაფერ არ ეწოდება ჩვენისთანა ხალხი რაფერი ცხოვრება გვაქვს ახალი წლიზა 30-29-ში ახლა პენსია მაინც რიგდებოდეს რომ მეზობელი მყავს აგერ 20 თეთრი არა აქვს თავში 20 თეთრი დიახ მე არ ვიცი თქვენი ჭირიმე ბებია სალაპარაკო ბევრია მაგრამ მაგის დროი და მაგის თავისა და მე გურული ბებია გირეკავთ ლაჩხუთიდან კაი დღეები მოგეცა შვილო ჯამთელად იყავ დიდი მადლობა მეც გისურვებთ რა თქმა უნდა თქვენ ჯანმრთელობას და ასევე ყველა იმაყურებელს ვინც გვადევნებთ თვალს ან უბრალოდ ვერ გვადევნებთ ასე დაემთხვა დღევანდელ ეთერს. მადლობა ზარისთვის გვირეკავთ 0322-388-105-ზე საუბრობთ თემაზე რომ ესე ვთქვათ იანვრიდან 152% იზრდება პარლამენტარების თვიური ანაზღაურება ხელფასს გულისხმობთ 11000-დან 14000 ლარის ფარგლებში მერყეობს აი ეს რიცხვი რაც შეეხება პენსიონერებს 35 ლარით ანუ 11%-ით არის გათვალისწინებული სახელმწიფო შემწეობის ზრდა და როგორ შეაფასებთ თქვენ მოქალაქეები ამას ყოველივეს? აი ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა 150 დეპუტატიაო და ფაქტობრივად არაუშავს რა უჭირსო ხო ასე გამოვიდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს? ამ გადაწყვეტილებას, დიახ. როგორც უსიათლოს მეზდება 35 ლარით, მიხდება 425 ლარი. დიახ. რო გადავთვალე რას მაგათი თვეში უნდა იყოს, მე ის უნდა იყოს 3 წელიწადში. განაჩენი ხო თქვენთვის მომინდია. კარადანებოდეთ, მოხდა დაგულოცოთ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, შემდეგი მაყურებელი უნდა შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ თქვენს დაიწყოთ საუბარი, გამარჯობა. ჩოლენა. გამარჯობათ, დიახ, გისმენთ. გამარჯობა, ჩემო საყვარელო შვილო. გაიხარე, გენაცვალე. დიდი სასიყვარულო ხალხი ხარ და მე თქვენი მომხრევა და თქვენი ადამიანი ვარ. ერთი რამე უნდა შეგეკითხო, ჩემი პატრა გოგო. დიახ, ბრძანეთ. სად არის ჩვენი საყვარელი ადამიანი, ჩვენი მაია წნეთელი, ჩვენი ირმა ინაშვილი, გენაცვალე, გამაგებინე.
ირმაინაშვილი არის ძალიან ხშირად ობიექტივში, რა თქმა უნდა, და მე როგორც ვიცი, გადაცემების საშუალებითაც თქვენ გაქვთ მასთან კომუნიკაცია, ასე რომ ესე კარგად არის და ყველაფერი რიგზია. დიდი მადლობა თქვენ. შემდეგი მაყურებელი თუ შეიძლება თემატურად განვაგრძოთ, როგორ აფასებთ პარლამენტარების ახალ ხელფასს 25 წლიდან. მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს თუ შეიძლება და მოგიწოდებთ გთხოვთ უმორჩილესად ყველა იმ მაყურებელს, ვისაც სურვილი გექნებათ შემოგვერთდეთ, რომ დასაწყისშივე დაუწიოთ ტელევიზორს. კარგით, დავამშვიდობოთ თუ შეიძლება მაყურებელს არაერთი ზარი, რომელიც არის მოლოდინში, პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. კარგით, რამოდენიმე წამში შემოგვერთდება სხვა მაყურებელი, რომელიც გვირეკავს 0322-388-5-ზე და საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ, მაგალითად 2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. პარალელს კი თუ გავავლებთ პარლამენტარების ხელფასზე არის საკმაოდ მოცულობითი 11,000-დან 14,000 ლარამდე. ასე რომ შევაფასოთ. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმეთ ჩვენც ქალბატონო ბრძანეთ. შობა ახალგაზრდულოთა მთელ საქართველოს. ამ წელს გაგვეხარებიოს და აი როგორც ძველად ცხოვრობდით, ისე დაგვიდგეს ეს შობა. ხო იცით როგორი დღესასწაულია. ეხლა უნდა გითხრათ, საერთოდ პარლამენტარებს რო ეხლა ხელფასებს უმატებენ, ხო? მე საერთოდ არც ვიცნობ, ჩემი პარლამენტარი, ჩემი უბნის მივედი იმაში 19 წამალი მთლიანად დაეფინანსებიათ და ვიღაცა მესამეს თუ თანაშემწეს გადამამისართ ამ თანაშემწეს ალბათ და მოკლედ მეხუთედი დამაფინანსეს. ეხლა რო აიჩიეს პარლამენტარი ჩვენთან აი გვარი და სახელიც ვიცი დავით ჭიჭინაძე. ოცრად ეს ახალგაზრდა კაცი. როგორ უკვე მე რამდენად იყო ჩემთან 90 წლის ქალბატონი ვარ პენსიონერი და კაჭარავა, დავით კაჭარავა. აი ეს ასეთი ხალხი, ასეთი ახალგაზრდა ღმერთმა ჩემ ქართველებს უმატოს და აი ესეთ პასუხისგებლობა. ნუ არ ვიცი, არც ვიცნობდი, არც არაფერი, რამდენი მეოთხე იმისო თათმინის რაიონის ისავარო რაკია და ეს სიკეთეს გააკეთებს, ეს ხო გულს უხარია რომ ასეთი ახალგაზრდები ყავს. მოუმატოს ხელფასი კი არა. აი 10 მაგი უნდა გაუხადოს. იმიტომ რომ ხალხს ეზრუნავს. დიდი მადლობა რომ მომერცის საშუალება რომ მადლობა გადამეხადა. ის ძველი რომელიც წავიდა ის უსინდისო ისევ აირჩიეს. კარგით, მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. გვირეკავთ 0322-388-5-ზე. შეგახსენებთ რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვა და განვიხილავთ საკითხს. ფაქტობრივად შედარება მოგვყავს ასე ვთქვათ პარლამენტარების ხელფასთან და პენსიასთან დაკავშირებით. ვინაიდან პარლამენტარებს ეზრდებათ ხელფასი გასაგებია, პენსიაც იზრდება, თუმცა რაოდენობაში რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებულია. ზოგადად ამ მიმართულებით რომ გავაკეთოთ შეფასება, რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენ ეს გადაწყვეტილება, რომ თითქმის 11,000-დან 14,000 ლარამდე ექნებათ აი ამ კონკრეტულ პირებს ხელფასი. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა შორენა საყვარელო. დიახ. რა არის იცი ჩემო კარგო საბჭოთა წყობილებას ჩვენ ყოველთვის ვერჩით თითქოს ამ ბოლო დროს, მაგრამ აი დეპუტატებს საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ძალიან დაბალი ხელფასი.
დაბალი ხელფასები ქონდათ. აი ხლა იმიტომ მიუტვიან ყველანი ამ მთავრობაში მოსახვედრად, რომ აი ესეთი ხელფასები ქონდათ და თანაც კორუმპირებულები იყვნენ, ჩემო საყვარელო გოგო. სირცხვილია, რა თქმა უნდა, 11000 იმათ უნდა ქონდეთ და მეც პენსიონერი ვარ. კი, რაღაცა პატარა თანხა მემატება, მაგრამ სამაგიეროდ როგორ იზრდება ყველაფერი, ყველა პროდუქცია და საერთოდ გადასახადებიც როგორ რამხელა გადასახადებია. სამარცხვინოა, ნამდვილად არ არის გათანაბრებული რაღაცა. აი, ყველაზე მინიმალური მართლა 1100 ლარი მაინც უნდა ქონდეს პენსიონერს, რომ რაღაცა შესაძლებლობა ქონდეს კვებისა. აი, მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა ჩემოშორენა და წინასწარ გილოცავ ახალ წელს მრავალს წარიშვილო და ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებ. დიდი მადლობა, სასიამოვნო სურვილია ნამდვილად, მეც ანალოგიურად გისურვებთ იგივეს. მაშინ ასე, ობიექტივის პირდაპირ ეთერში კვლავ შეგახსენებთ, რომ გადაცემა ინტერაქტივია და გვირეკავთ 0322388105-ზე. მე ვახსენე სიტყვა ქრონოლოგია, ბუნებრივია, მინდა რომ მივყვეთ თანმიმდევრულად, იანვრიდან დეპუტატები 152%-ით მეტ ხელფასს აიღებენ და როგორ იცვლებოდა პარლამენტარების ანაზღაურება წლების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა მოდით მაყურებელს შემოვიყვან პირდაპირ ეთერში და შემდგომ მოკლე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. გამარჯობა, გისმენთ თქვენს. გამარჯობა. გამარჯობა გენოთ. ისაუბრეთ თუ შეიძლება, ჩვენ გისმენთ, გითმობთ დროს. დიახ. ისაუბრეთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დაიწყეთ საუბარი, დიახ. მოდიშით. ადარახას შევაჩერეთ თქვენს ყურადღებას. ერთი წუთი შეიძლება ორი დამჭირდეს, მოდის მოგთხოვს ყველას ვინც ეკავს აგესაუბრებათ. ყველამ სვენელთან. ეხლა რაშია საქმე? 35 ლარი მოუმატეს პენსიას თუ რას მოუმატეს? ქართული ანდაზის არ იყოს ყავს რომ გაგალი გააგდებინო, იცის ხარია. მადლობელი ვარ ბატონო, მაგრამ ნამდვილი დაცინვა არ არის. თვალებში ნაცრის შეხრა არ არის. 70 წლის ხაცი გელაპარგებით ეხლა. 50 წლის სტაჟი რომ აქვს. სამსახურიდან სამსახურში რომ დავრბოდი. ამო 50 წლის განმავლობაში ხანიკით მე რომ სამსახური მივა გამოჩვლილი, ამდენი შეიძლება ფეხსაცმელი არ გამოიშალოს ხალხს ცხოვრებაში. რომ ერთი თვის შემდეგ სამსახური უნდა მესხოლა და რომ აკონციცებდი ასე და ჩემისთან არის მილიონები. ეხლა რა მინდა რომ ვთქვა? მე რომ ამდენი წლის სტაჟი მაქვს და ჩემისთანებს ბევრს კიდევ რომ გაგიტოლეს აი ვიღაც მაპატიანი მხალხს ხალხო ბოდის მოუთხო, მაგრამ რა შეეკუთვნისა რა უყო ცხოვრებაში რო არაფერი უკეთებიათ, პარაზიტობდნენ, ციხეში რო ეხარენ, მაიმუნობაზე თუ არა ციხეს ვასკაცი ხალხი ძიან. იმათაც და ჩვენს ამ ხალხს რატომ უნდა ქონდეს ერთნაირი პენსია? ვეკითხები ამ მთავრობას. კი ბატონო, ქონდეს, მაგრამ ამ ხელა განსხვავება არ უნდა იყოს. უბრალო მოსახლესა გინა პარლამენტას შორის. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი არაფრით არ არიან ჩვენზე მაგ ხალხი გას. დიდი მადლობა. საინტერესოა ნამდვილად თქვენი პოზიცია და გემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში. ასევე როგორ შეაფასებთ თქვენ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯერ კიდევ ამ საკითხზე წინა წელს იმსჯელა და ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ზალაში 25 წლიდან შევა, 2025 წლიდან დიახ და მათი ხელფასი 11,000-დან 14,000 ლარის ფარგლებში იქნება. სტატუსიდან გამომდინარე. მოგესალმებით. გამარჯობა თქვენაცალე. გამარჯობა. მოდარეთ თქვენ შეკითხვაზე. ელემენტარულად 2 წლის ბავშვს ესმის ტელევიზიის გადაცემებიდან, რომ ყველა ოჯახში მე ვამბობ 80% მაინც რომ არის წამალზე, საკვებზე და ცხოვრებისეულ ყოველდღიურ პირობებზე ლაპარაკი. რა თუნდა ხარს ისეთი მთავრობა მე არ ვამბობ, იმიტომ რომ იმათ უჭერდე მხარს, ვინც იყვნენ და კიდევ მომბრძანება რომ უნდათ. მე ვამბობ, ამათმა რა გააკეთეს ხალხის სასარგებლოდ. თვითონ 11,000 ლარით მოიმატენ ხელფასები. დაჭირებული 34 ლარი. წამლებს ვერ მიხედენ, წამლებს ისე იგივე მდგომარეობა ფარმაცევტულ კომპანიებში.
იმიტომ რომ ბიზნესია გაქანებული და ფულები თვითონ ჩაიდონ ჯიბეში და თვითონ არიან ის პარლამენტარები მოწილეები ამ წამლებისას. ხო და 34 ლარი გადმოგვიდნენ რა ზუკმაპური რა მიდი და ჩამეთქი არა ცეცხლეთო ცეცხლ მაგენმა მადლობთ თქვენ წარისთვის 0322 388-ზე გვირეკავთ და იღებთ ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელფასების ასეთ დიდი მატების კრიტიკოსებს სხვა არგუმენტებთან ერთად იმითაც პასუხობდა რომ მაღალ ანაზღაურებას იმ მოწვევის პარლამენტი კი არა იღებდა ვინც ხელფასებს ზრდიდა არამედ შემდეგი მე-11 მოწვევის ჩემი ინიციატივაა რომ მომავალი პარლამენტის წევრებს გაიზარდოთ ხელფასები, რათა არ იყოს რაიმე აღქმა თითქოს პარლამენტი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს. ამბობდა შალვა პაპუაშვილი 2023 წლის ნოემბერში, როდესაც პირველად დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა. თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა სწორედ ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა მათ შორის ახალ პარლამენტში მოხვდა კანონპროექტის 6 ავტორიდან 3 შალვა პაპუაშვილი კი თავმჯდომარის პოსტზეც დარჩება. მართალია ხელფასების მატება კონფიგურაციისგან დაზღვევის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმადაც მიიჩნევა, თუმცა პარლამენტარების ანაზღაურების მატება მაინც გააკრიტიკეს და ძირითადად ორი არგუმენტით ეს არგუმენტებია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 13% საარსებო შემწეობას იღებს პარლამენტარების ანაზღაურება საშუალო ხელფასზე 483%-ით მეტია და მეორე პარლამენტართა ნაწილი არ არის ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და არ ასრულებს მოვალეობას. შესაბამისად, ბალასტი არის 30 ადამიანის, 30 კაცის გარდა, ესეთი შეფასებებიც კი მოყვა საკანონმდებლო ორგანოში ესეთი მოსაზრებებით გამოვიდა არაერთი მოქალაქე, შესაბამისად ისინი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებენ ასეთ მაღალ ანაზღაურებას. რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელის შემოგვიერთდა მოგესალმებით. დაუწიეთ რა თუ შეიძლება ტელევიზორს ძალიან გთხოვთ. დაუწიეთ ტელევიზორს, სხვა შემთხვევაში მომიწევს დაგემშვიდობოთ, რაც ძალიან არ მინდა. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გთხოვთ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. თუ შეიძლება ისაუბრეთ. კი. ტიმორ ქალბატონს მინდა გამოვეხმაურო, ჯერ გამარჯობა შორენა გენაცვალე. ტიმორ ქალბატონს მინდა გამოვეხმაურო, ვინც თქვენს რომ არაუშავრა 50-ნი არიან და მე რაო და მეორემ კიდე რომ ადრე უფრო ცოტა იყო და ახლა მოემატოთ არა. მეგენი მათ პენსიის ღირსებიც არ არიან რაც აქვთ. და ეგენი არც ერთი არის სომეხ იქნება ანთათ არის ან რუსი ვიღაცა მაგას ოიდახისო პენსიებით კმაყოფილი და მაგათ უნდა კონდეთ ამდენი ხელფასიო. აი მე მაგას ვიტყვი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ წარისთვის 0322 388-105-ზე შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და ისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე. მორიგი მაყურებელი ეთერშია, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ ყურადღებით, დიახ. დღეს საქართველოში პენსია არავის არ აქვს. ეს არის შემწეობა უბრალოდ. პენსია ასეთ სახელმწიფოში არ იგდება. არის პენსია სტაჟის და დამსახურების მიხედვით და ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანებს დამსახურებულით და დაუმსახურებელი და გვაძლევენ ერთნაირად რაღაც დაფინანსებას. ისე მეტი ზღისები ვართ. ისევ რატომ ავირჩიეთ ოცნება? მათ ხომ 23 წელში გვითხრეს, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიმატებთ ხელფასებს პარლამენტის წევრებიო. და მივედით და ისევ ოცნებას მივეცით ხმა. მე არ მიმიცია, მაგრამ ვინც მიცა, იმას გასაგონად ვიძახ. მეტი ზღისები ვართ. უფრო მეც გაგვიკეთებენ კიდე თუ ასე გამოყრუებულები ვიქნებით. კარგად გზანდებოდეთ. გმადლობთ ზარისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კითხვა ასე გამოიყურება. იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 152%-ით იზრდება და საშუალოდ 11,000 ლარიდან 14,000 ლარის ფარგლებში იქნება. პენსიონერთა შემწეობა კი 11%-ით იზრდება, ანუ 35 ლარით მოიმატებს და საინტერესოა, როგორ აფასებთ თქვენ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას სოციალური პრობლემების მიმართ, რომელიც სამწუხაროდ არაერთია ჩვენს ქვეყანაში.
პირდაპირ ეთერში უსმენთ მაყურებელს. გამარჯობა. 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 შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. რა არის ცით? დიახ. ჩვენ ხო პარლამენტარები არ აქვს ჯერ პირველ რიგში ორი შეგიძლიათ და გილოცავთ შობას. ხო და ასევე მადლობა. არ აქვს პარლამენტარები, ესე იყო ხალხის გადასახლებებით იღებენ ამ ხელფას. გავიდნენ ქუჩაში და ნახონ. ხალხი ნახონ რა დღეში არის. რომ მათ ხოვრებივით რომ მოუმატებენ პენსიას. ეგ პენსია აქვს მომატებული. დიახ. სწორი ბრძანდებით დიახ, ისაუბრეთ. ხო. გავიდნენ და ხალხი ნახონ. კეთილი, მადლობა თქვენ ძარისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებიან თუ როგორ ცხოვრობს საქართველოში ადამიანები. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ორი კატეგორია არის, ან არის უღარიბესი, ან საკმაოდ შეძლებული და საშუალო ფენა აღარ არის ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. თუმცა რას ვიზავთ, აქა მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ხელფასი, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ ეკავა, 4624 ლარი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის კი 6740 ლარი. ეს ანაზღაურება კი 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ახალი მონაცემების საფუძველზე ვიგებთ, რომ 2025 წელს არა 6740 პირობითად, არამედ 14000 ლარამდე ექნებათ მათ ანაზღაურება და რამდენად რეალურია, რამდენად მისაღებია, როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებით, შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ საჯაროდ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. ძალიან გამაღიზიანმა ინტერაქტივმა რო გავიგე ეს ამბავი. პენსიონერი ვარ მეც და ჩემი მეუღლეც. თუ ჩვენ არ აყოვენ, თუ ჩვენ მთავრობას 11000 არ აყოვნის პენსია, ეს ხელფასი ჩვენ პენსია ყოფნის 300 ლარი? და ხალხი მაშინ სჭირდება მთავრობას მარტო რომ არჩევნების დროს კარდაკარ რო დადიან და ხმებსად ხოვლობენ. ეხლა აღარ ამჭირდებით არავის, ხო? ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე გენაცვალე შორენა. ძალიან გული მტკივა, ან აკონტროლონ პროდუქტის ფასები აკონტროლოს მთავრობამ, ან წამლების ფასი აკონტროლოს, ან გადასახადები აკონტროლოს, როგორ ავცოცხლობ და როგორ ვარსებობ პენსიონერები. კეთილი, მადლობა თქვენ ძარისთვის, სრულიად მესმის და ძალიან ლოგიკურია თქვენი პოზიცია და გემშვიდობებით. შემდეგ მაყურებელს მოусმინოთ, რომელიც გვირეკავს 0322 388 თქვენი აზრით თუ შეიძლება რომ მოვისმინოთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მაყურებელი პირდაპირ ეთერშია, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო შორენა. დიახ. მივესალმები თქვენს პუბლიკას. უცებ გეტყვით მოკლედ რა, წესი ხო არის რომ ადამიანები ხელფასს იღებენ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, ხო? შესაბამისად, დიახ, რა თქმა უნდა. გათამრჯელო ხო ეს არის, არა? მე აი გევსვამ კითხვას. მშენებელი, რომელიც სადღაც სამშენებლო კომპანიაში მუშაობს და ცუდად შეასრულებს თავის სამუშაოს, ხო ეკისრება რაღაც პასუხისმგებლობა, კაცო? ამ პარლამენტმა, წინამოწვევის პარლამენტმა და ეხლა რაც მოდის, როგონიათ რომ მოვიდნენ. ქვეყანაში შფოთის შემოტანის გარდა არაფერი უკეთებია და ამაში უხდის სახელმწიფო ხელფასს. საერთოდ არ იმსახურებენ ხელფასს, ამდენი პროცენტით მომატებას კი არა. კეთილი ინებონ, დაახვიონ იქ სადაც ხალხს უჭირს, მივიდნენ მაღაროში იმუშავონ 1-6 თვე უხელფასოდ. იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს. ნახონ რა ხდება ტყიბულში, კაცო, ნახონ რა ხდება ჭიათურაში, ნახონ რა ხდება ეხლა და რაღაცა იმას გამოდიან და ვითომ ჩემ კეთილ დღეობაზე ზრუნავენ. თავი დამანებო. ქვეყნიდან წავიდნენ, კაცო, გინდა ლარცის სასამართლო გამშვები პუნქტით წავიდნენ. გინდა წითელი ხიდით წავიდნენ, სულ ყველა ეგ 150 ადამიანი. ოპოზიციიდან, პოზიციიდან მოიყარონ ერთად, წავიდნენ. ჩვენ მართავთ ამ ქვეყანას სოციალურად ორგანიზებასაც მოახდენთ.
და ამდენი გოთერანი არ იქნება ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული. გასაგები აქვს, მადლობთ ზარისთვის. საკომიტეტო და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დეპუტატებს ხელფასებიდან ყოველწლიურად ექვითებათ თანხები, ეს იცით, მაგალითად 2022 წელს გაცდენების გამო საერთო ჯამში დეპუტატებს 80.000 ლარი დაექვიტათ, 2019 წელს კი 50.000 ლარზე მეტი. საინტერესოა, როგორ შეიცვლება, ასე ვთქვათ, მონაცემებიც ამ თვალსაზრისით. ასე რომ, რა თქმა უნდა, სახის ინფორმაციებს პერიოდულად ჩვენც გავიგებთ, თუმცა აქ ერთ-ერთი ფაქტი არის აღსანიშნავი, რომ როდესაც საუბარია 14.000 ლარი ხელფასი და პენსიონერების ეს შემწეობა, სახელმწიფო შემწეობა, რომელიც არის საკმაოდ მიზერული და თავად ქალბატონიც აღნიშნავდა, რომ ფიზიკურად გადმოგვიგდეს ეს 35 ლარი და რაში უნდა ვიკმაროთ, წარმოუდგენელი არისო, ეს სწორიც არის, რა თქმა უნდა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, აი რამდენად სწორია ამგვარი გადაწყვეტილებები, რას ფიქრობთ, პირდაპირ ეთერში მაყურებელი შემოგვიერთდა და თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი. გამარჯობა. გამარჯობა, შორენა. დიახ. ესე ახლა უსმენ ჩვენ ხალხს და აი ცოტა მიწის ლაპარაკი. აი ძალიან უკმაყოფილები ვართ. რას გულისხმობთ? მაგრამ თავისუფლები ხო ვართ? ამ დასაქცევ კომუნისტებს ხო ვიყავით მონები, ეხლა ვართ თავისუფლები. მაგრამ თავისუფლებაზე მე მაქვს ლაპარაკი, გიგით თავისუფალიაო. აი ახლა შეიძლება საერთოდ ამ პენსიაზე ლაპარაკი, სად არის პენსია? აი რაზე არის საერთოდ ლაპარაკი და ჩვენ კიდევ ვაზდებით, აი ჩვენი ვინც სათავეში ზიათ. სათავეში ჯერ სადახართ, ეს არის დასაწყისი ჩვენი უბედურების. როცა შევალთ ევროპაში, აი თქვენ ვინც ხართ ყველა მანდ იცით, ფასები გაიგეთ, იქ პირობები სიზამთრეში რა ღებულობს ხალხი და რა დღეში ჩავა. აუ ბულგარეთი არ იყოს, იმ დღეს იყო გადაცემა, თქვენი წარმომადგენელი იყო იმისი მერვე ნომერი. და მაგან გამოაცხადა, აი ბულგარეთი ეხლა აი ვერ საერთოდ ვეღარ ცხოვრობს, ვეღარ იცხოვს, ყველაფერს ხურავენ. აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილი იქნება. საშემოსავლო გაიზრდება, სინათლე გაიზრდება, რა ქვია, გაზი გაიზრდება, ფასი და წამლებზე ზღაპარია საერთოდ ლაპარაკი. და რაზეა ლაპარაკი საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე კარგად ცხოვრობდა ხალხი საქართველოში. და მაშინ აი ახლა სიდამნეში 50 თითქმის 60 წლამდე მაქვს სტაჟი. ვიშოვეთ, მაგრამ მუშაობდით, მაგრამ ის პენსია რაც იყო მიღებული, ესე იგი მოხუცები კიდევ თვითონ ჩამდნენ და შვილიშვილებს ეხმარებოდნენ. და ჩვენ არაკაცო მონები ვართ და მონები ვართ. ეს იმიტომ ყმირობდა ხალხი, ეს ყველაფერი სპეციალურად დაშლილია თუნდაც ახლა რუსეთში ვინც ის სათავეში ისინი არიან განსაკუთრებით, ისინი სიზეთები არიან. ყველა სათავეში ვინც ის ყველა შეგრულია. და ეს საწალი ხალხი მონები ახლა არიან, მაგრამ ხო მეთქი ჯერ აი რა უნდა შემედარები ახლა მე მყავს ნაცისარი. ორი ცხოვრობს ამერიკაში, ორი ცხოვრობს იმაში რა ქვია საბერძნეთში. საბერძნეთში ვინც ცხოვრობს, აი შევიდნენ ზუსტად კავშირში. იქ თქვენი პროფესორია კაცი. ეხლა ინსტიტუტში მუშაობს, ცოლი თარჯმანია. ზამთარში ეხლა რომ ეკითხები, როგორ ახალწლ ხალხი გავიყიდეთო, 4 ოთახიანი ბინა აქვს. ეხლა 20 წელიწადია უკვე იმ ბინაში იხსნა ფულს დამთავრდა ეს. და ბინა მაგედისა. მაგრამ 4 ოთახიანი ბინა აქვს პატარა. და ეხლა შუა ზამთარში პალტოებში დავდივართ სახში, იმიტომ გადასახადი 500 ევრო მოდის ომატო და ამდენი ხელფასი არ აგვაქვსო.
და რა გველოდება აი მიდით რა უკვე ეს უკვე ამ დროს კი აღამჩივრა მე იმას ვშივალ აგერ ქუჩაში რო არიან გამოსულები და ბერსოყვირიან ევროპა აი მაგაზები გული მისხდება ეს სანატრელი გაგვიხდება ცოტა ხანში აი მე შეიძლება ღმერთმა მომასწროს მაგრამ აი თქვენ მოდესებათ მაგი ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ წარისთვის. დიახ, გასაგებია თქვენი პოზიცია და გემშვიდობებით 0382-388-5-ზე გვირეკავთ და იღებთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობას. ვის რამდენი ხელფასი ექნება 2025 წლიდან, ასე გამოიყურება როგორც გითხარით, საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2025 წლიდან ყველაზე დაბალი 11680 ლარი გადასახადების ჩათვლით დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. ყველაზე მაღალი ხელფასი კი 14600 ლარი პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. სხვა პარლამენტარების ხელფასები თანამდებობის მიხედვით არის გადანაწილებული და ფაქტობრივად 11-დან 14600 ლარის ფარგლებშია. ასე რომ როგორ შეაფასებთ ეს მოცემულობა არის წინა წლებს თუ გადავხედავთ რადიკალურად განსხვავებული ციფრებია. ჩვენ ამ საკითხზეც ვისაუბრეთ, რა პრიორიტეტით სარგებლობენ მაგალითად დეპუტატები 2025 წლიდან საინტერესოა თქვენი გადმოსახედით და მეტიც როგორც ვგებულობთ 2026 წლიდან არის კიდევ მოსალოდნელი რომ მათი ხელფასი კვლავ გაიზარდოს. მორიგი მაყურებელი ეთერშია და შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, შეაფასოთ, გამარჯობათ. გისმენთ კი? გამარჯობათ. ისაუბრეთ. მე იმით დავიწყებ რომ ყველა მთავრობაში, რომელიც მოდიოდა მთავრობაში, ყოველ შედი იმის ხმასალდები ხოლმე. ესმის ჩემი. გვესმის ბატონო, ისაუბრეთ რა, რატომ ჩერდებით? ხო. კენიგდაში მუშაობდი ხოლმე, კენიგდაში და რომავი და შევარდაზე 6 ვაგონიანი მატარებლები დაიყვანა ორზე, რომ ხალხი კიბეებზე იდგა, რომ სოფელში ქალაქი და ქალაქში არ წასულიყო, გაჭირვებაში ყოფილიყვნენ და რომ ხმანესაც შევარდაზისთვის. მე შევარდაზის მე მოვიდა სააკაშვილი, ხმა იმასაც მივეცი. მე ოცნება ხმა იმასაც მივეცი. ეხლა ამბოლოცა ობიექტებს მივეცი ხმა, იმიტომ რომ ოპოზიცია ხოლოდა თავრობაში. გისმენთ კი? ხომ გისმენთ? კი ბატონო, გისმენთ. რომ მოუმატეს, მაგდე დააფეთქებულება, რომ მოუმატეს. დიახ. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის. გასაგებია თქვენი პოზიცია, მე გისმენთ ნამდვილად, მაგრამ თქვენ თვლიდით ალბათ რომ არ გეთანხმებოდით და არ გაწყვეტინებდით საუბარს, არ გისმენთ, რეალურად გავიგეთ თქვენი პოზიცია, მადლობა. შემდეგი მაყურებელი უნდა შემოვყანოთ. შეიძლება ეთერში მოგესალმებით და თქვენს შეფასებასაც ვისმენთ. გამარჯობა ჩემო საყვარელო შორინა გენაცვალე ძალიან არც ვაპირებდი მაგრამ იმდენად გამეხარდა შენი ნახვა გისურვებ შილო ახალ წელს გილოცსა და გისურვებ ყველა ბედნიერებას ძალიან გვიყვარხარ გენაცვალე იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ და ყველა ქართველს ყველა ღირსეულ ადამიანს ულოცავ დამდეგ ახალ წელს შენთან ძალიან დიდი მადლობა მეც მოგილოცავ წინასწარ ეხლა შორენ რა შეეხება მაგ კითხვას იცით რა შეასაქმე ჩემო კარგო აი ვიღაცამ არ მინდა რომ შემომედაოს და რაღაცა გამაჩეროს რომ აი შენ ესეთი ხარ შენ მარქსისტი ხარ შენ იცით ცხოვრების საზოგადოებრივი ინფორმაციის ძირითადი ნიშანი არ იცის ხალხმა ჩვენ ხალხი სულ მოდის ბატონყმობაში ესე იგი მონათლობელური ბატონყმობა კაპიტალისტური და ჩვენ ისეთმა ადამიანმა როგორიც იყო იოსებ ბესანიძე სტალინი მოგვცა იმის შესაბამისი ცხოვრება როგორიც ეკუთვნის ნამდვილად თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დამყარებულ საზოგადოებას ჩვენ გაგვანთავისუფლა იმ ადამიანმა და დღესაც იმის ხსენება არ უნდათ ეხლა 21-ში იყო მის დაბადების დღე და ნათელში ამყოფოს ღმერთმა და ჩვენ ის ეპოქა ვერ დავაფასეთ უბრალო ხალხმა იცით რა ჩვეულებრივ ადამიანმა ვერ დავაფასეთ და მართალის სიტყვა დღეს უკვე აღარ უნდა მე ვფიქრობ აუცილებლად რომ სანამ ჩვენ არ შევისწავლით იმ ცხოვრებას როგორი ცხოვრებას აუცილებელია თითოეული ადამიანისათვის სანამ
ჩვენ სოციალიზმის რელსებზე არ გადავალთ, ასე იქნება, სულ ასე გაგრძელდება. რატომ ჯერათ რომ მონობა აუცილებელია? მე არ მესმის ამ ხალხისაც. მონობისაკენ სწრაფა ხომ იყო, კაპიტალიზმი ხომ უნდათ? აქ ჩვენ არც მონები ვიყავით, არაფერი არ ყოფილვართ. საბჭოთა კავშირში ვიცხოვრე, ვიცი, მე არ სწავლა მეკლდა, არ ჯანდაცვის სისტემაში მეკლდა, თქვათ, მისვლა და ან რაღაცა ექიმთან მკურნალობა, არაფერი არ გვეკლდა ჩვენ. მუსიკალური განათლებაც მივიღეთ, ყველაფერი მივიღეთ. თუ კი რამე შეიძლებოდა. ვისაც ყოფდა ეს ყველაფერი? არ ვიცი მე ვისაც ყოფდა, ვისაც აწყობდა, არა, ისევ იმათ იცხოვრონ იქ წავიდნენ და ჩვენ დაგვიტოვონ ეს ცხოვრება, ის ცხოვრება მოგვიყვანონ ისევ, როგორ დაგვაკარგინეს ის ბედნიერი ცხოვრება ჩემო შორენა. მაპატიერო ასე აღელვებული ლაპარაკობ ხოლმე და მინდა თან სწრაფად ვილაპარაკო და თქვა ჩემი სათქმელი. ერთადერთი გადაგვარჩეთ სოციალისტური წყობა, მეტი არაფერი, ჩემო კარგო. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილით, რა თქმა უნდა. და 0322-388-5-ზე ისე ველოდებით მაყურებელს, რომელიც ამჯერად ხაზზე გველოდება, თქვენც გისმენთ ყურადღებით, შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ, ისმის? დიახ, ისმის, ქალბატონო, ისაუბრეთ. ქალბატონო, არჩევნები რომ იწყებოდა, გითხარით რომ ვისაუბრებთ ასე ისევ გულგრილად შევეგუებით ყველაფერს მეთქი. ხომ შევეგუეთ ყველაფერს? ისევ ისინი პირველი მეორე ოპოზიცია პოზიცია და ისე გააკეთა ივანიშვილმა ისე გააცურა კიდე საქართველოს ისე გააცურა რომ კონსერვატორები გაერთიანება ჩაარეცხა ჭკვიანი უჭკვიანესი ხალხი და ვინც მას უნდა იმას ნიშნავს იქა თანამდებობებზე და ხალხი გააცურა კიდე ვინც მიცა ოცნებას ხმა და არ მიცა კონსერვატიულ გაერთიანებას ისე გამეორდება 4 წელი ვისაუბრებთ ეიღო ნახლა ეს პენსია და უყურონ 14000 ლარებს იგინის აღებულს და შეარცხვინა ღმერთმა შეგარცხვინა ივანიშვილო ღმერთმა რომ ატირებს საქართველოს და ამ საწოდავ ხალხს რომ ატირებს და 51 მილიონერი რომ ყავს პარლამენტში იგის რომ უზრდი ხელფასებს შეგარცხვინა ღმერთმა თუ შენს კაცობას კარგით. და რაც შეეხება ესე იგი არის ინფორმაცია რომ 2026 წლიდან კიდევ უნდა მოემატოთ მათ ხელფასი და თანამდებობის არ მქონე დეპუტატის ხელფასი ესე რომ ვთქვათ პარლამენტში, ანუ გარდა დეპუტატობის 12848 ლარი გახდება, პარლამენტის თავმჯდომარეს კი 16060 ლარი ექნება. 10%-ით მოიმატებს დანარჩენი პარლამენტარების ხელფასიც, გარდა ამისა ბიუჯეტი გადაიხდის პარლამენტის წევრების სატრანსპორტო ხარჯებს, რომლის ლიმიტიც ყოველთვიურად 400 ლარია და დაფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას და ასევე კომუნიკაციის ხარჯებს, კონკრეტული თანხების რაოდენობას პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. კანონი ასევე განსაზღვრავს კომპენსაციის რაოდენობას პარლამენტის წევრის გარდაცვალებას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში და აქაც რიგი საკითხებია ციფრები მოყვანილი, რომელიც საკმაოდ ესე ვთქვათ სუყეთ გამოიყურება და 14 ლარიდან 11660 ლარამდე როგორ იზრდებოდა დეპუტატების ხელფასი, ასე ვთქვათ, წლების მიხედვით არის განსაზღვრული, ასე რომ შეფასება თქვენთვის მომინდია და შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგესალმები ჩემო ლამაზო შორენა. გამარჯობათ. ამ ხელფასების დანიშნა მე ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია. ხელფასი უნდა ინიშნებოდეს ჩემო ძვირფასო დამსახურების მიხედვით. ის დეპუტატები, რომლებიც მართლა ზრუნავენ ხალხის სოციალურ პირობებზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, აი მათ უნდა ინიშნებოდეს, მაგრამ არა ამხელა ხელფასები, როგორ შეიძლება პენსიონერს შენ მოწყალებას უგდება 35 ლარს გეხარდა უსინდისოდ 100%-ით იმატებ ხელფასს. ეს ყოვლა დაუშვებელია, ყოვლა დაუშვებელი. გმადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა. 152%-ით ემატებათ, ასე ვთქვათ, მათ ხელფასი და 14 ლარი ვახსენე მე, როგორც ხმალაძე იხსენებს.
დიახ 1992-95 წლებში მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქციის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე როგორც საუბრობს 14 ლარი მაშინ დაახლოებით $10 იყო ეს ხელფასი არათუ ოჯახის საკუთარი თავის შენახვასაც არ ყოფნიდა მაშინ ჩემი მეუღლე ლექციებს ატარებდა, კერძო მოწაფეები ყავდა და ძირითადად ეს იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალიც, შედარება მოიყვანა მან, რომ აი იმ წლებში იყო 14 ლარი, ასე ვთქვათ, და ახლა გვაქვს ციფრები, რომელიც თითქმის 16060 ლარი ხო, ყველაზე მაღალი, რაზეც 2026 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ასე მოიმატებს თანამდებობის მიხედვით პარლამენტარების ხელფასი. მორიგი მაყურებელი ეთერში გვყავს, გამარჯობათ თქვენც. შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, მოგესალმებით. გამარჯობათ. დიახ. რა მინდა რომ გითხრათ, ამ ხელფასებს რო იმატებენ. ხალხი გაჭირებული არის პენსიონერებსაც წამლის ფულში არ ყოფნის თავისი პენსიაი. ოდნავი დაფიქრება არაფერი არა აქვს ამათაგაცო. დიახ. ხო უნდა გადახედო ხალხის მდგომარეობასა. დიახ, შემდეგ ბრძანეთ დაასრულეთ პოზიცია. რა დავასრულო, ქვეყანაში არაფერი კანონიერი არ არის და რა უნდა დავასრულო, რა კანონსა მივიდებ ახლა რამესა პენსიერსა. კარგით, მადლობა თქვენც, დაგემშვიდობებით 0322-388-105-ზე, შემდეგ მაყურებელს შეუძლია ისაუბროს, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. მაყურებელს უსმენთ, პირდაპირ ეთერშია. როგორ შეაფასებთ თქვენ საკითხს, იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 152%-ით იზრდება, პენსიონერების კი 11%-ით 35 ლარით მოიმატებს. თქვენი შეფასებები, თუ შეიძლება, გამარჯობათ. ალო, ეთერში ვარ? დიახ, კი, და გისმენთ. გამარჯობა შორენა. გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა დამდეგიშობა ახალი წელი მოგილოცო. შემდეგ სანამ იქნება კომერციული გადასახადები არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი. გესმით ჩემი? დიახ, ბატონო, მესმის? ბრძანეთ. კომერციული გადასახადები რომ მივტირით ევროპას, იქ არ არის კომერციული გადასახადები. იქ გამოშვებული პროდუქცია გაცილებით იაფია, ვიდრე აქ რო ვინმე აწარმოოს პროდუქცია. ის რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ყვავდეს და ქვეყანა განვითარდეს, ასეთი შანსი არ აგვაქვს და ეს სწორედ ევროპის და ამერიკის მითითებით მოხდა, რომ კომერციული გადასახადები გვაქვს ჩვენ. იმ ამერიკის და ევროპის ჩვენ რომ მივტირივართ. ხო და რაც შეეხება თავიანთ ხელფასებს, ეს კატასტროფა, რა თქმა უნდა, თვითონ ისეთ ხელფასებს ინიშნავენ, საერთოდ რას მიკეთებენ, 1-2 კანონი თუ მიიღეს პარლამენტში და ეგ იქნება და 8000 და 14000 ეს კატასტროფაა მარტო ჩვენთვის კი არა, ქვეყნისთვის. ბევრი ადამიანი შიმშილობს. შიმშილობენ ბავშვები, შიმშილობენ მოხუცები და ესენი კიდევ ათასობით ხელფასებს იწერენ. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობა თქვენ ძარისთვის 0322-388-105 ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ვინაიდან მცირედ რო გრჩება ეთერის დასრულებამდე მოდით კიდევ შემოვიყვანოთ მაყურებელი მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობათ დიახ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ ორი სათქმელი მაქვს ქალბატონო ერთი რაც შეეხება პარლამენტარებს 14000 ექნება ხელფასი თუ 54000 მაგათთვის არც ერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ეს ყველამ ვიცით ეს ვიცით
გლეხების კატეგორიამაც, განათლებულ კატეგორიამაც და ნებისმიერმა ადამიანმა რა, ვინც ამ ცხოვრების აზრზეა. და კიდევ უნდა ვთქვა, მეორე სათქმელი ის ქალბატონი რომ ლაპარაკობდა სოციალური წყობაო. კი, სოციალური წყობა ხო ისევ თვითონ დაშალეს, ვინც იმ ცხოვრებაში ცხოვრობდა. ყველა იპარავდა, ყველა პარავდა სახელმწიფოს. აი, დედას რო 9 შვილი ყავდეს და 9 შვილმა ყველაფერი ყველა იპარავდეს 9 შვილიდან. როგორი არსებობს ის დედა, ხო? რამდენი შემოსავალი ექნება იმ დედას? დიახ. და დაშალეს და მისწირიან ისევ იმ წყობას. იმდენი იშოვეს რომ ვერ ხარჯავდნენ, ვერ აჩენდნენ, მილიონები ბანკში შეიტანეს. ვერაფერს ვერ ყიდულობდნენ და მაგიტო დაშალეს, ისევ თვითონ დაშალეს. და ამ ახალგაზრდობას რას ეუბნებიან, ვინც ევროპაში განათლებას იღებს, ვინც ამერიკაში სწავლობს. ამ ახალგაზრდებმა სხვა ცხოვრება ნახეს, არ უნდათ ეს შენი სოციალიზმი და რა უნდა უყონ. ხო, ეხლა ყველა ვინც დარეკა 60 წელს ზევით იქნება. ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, მადლობა ასევე ყველა იმ მაყურებელს, ვინც შემოგვერთდით და იღებდით ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობას. ვფიქრობ, საინტერესო კითხვა გქონდა, მეტიც დასაფიქრებელიც და მე მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა რა თქმა უნდა და მომავალ 4 შაბათს ისევ დაგიბრუნდებით. საინტერესო კითხვით ბუნებრივია, ასე რომ ვიმსჯელოთ და გავცვალოთ აზრი. დიდი მადლობა, მე შორინა ჭიაურელი, დაგემშვიდობებით როგორც გითხარით 4 შაბათამდე, ასე რომ დროებით.